ცუდი დეითია. მოსაწყენი. სანამ 30-ის გახდები, ვინმემ ინსტრუქცია რომ მოგაწოდოს და გითხრას წინ რა გელოდება, ცუდი არ იქნება. და იცი რა ვიფიქრე? ქალზე რო დავწერო სცენარი, რომელიც წარსულშია ჩარჩენილი. რას აკეთებ? წინ არ იყურები? და რომანტიკული კომედია ზოგადად იწყება ხოლმე ან ბრაზით, ან ზიზღით, ან რაღაც ნეგატიური ემოციით. 35 მეტის ვარ და არავინ არ მყავს. შენ რაღაც ძალიან ქრაში გაქვს მაგბიძე, ხო? არა, ვერ ვიტან მათ ტიპს. ძალიან მეცნობი და ხშირად დადიხარ ხოლმე? და თან ვიღაც გავიცანი. ცოტა გავუდა კინოსა რა. ვერასდროს ვერც ერთ ქალთან ერთად ვერ ვიცხოვრებ. არა მე კაცი ვითვალ. ყველგან ყველაფერს ყრი. მესმის რომ ძალიან რთული პერიოდი ქონდა და საშინელებები გამოიარე. კაცები ამ ასაკში ცოტა გამოსირებულები არიან. უსმენ რამეს? არაფერს ვერ ვიტან მუსიკას. უი. უშინ ჩემი ფოტო რო ნახე რა იფიქრეს გოგონა ინსტალაში. ახსოვს რომ გეგმობდი შენთან სექსი ყველაზე ძალიან მისწორდება მქო გატყუები. ჩემი შეგვარებული. შეიძლება მაგრა ვიფრეშები ჩვენ უხოთის პროფესორს. რომანტიკული კომედიის წესის მიხედვით მე და იკა ბოლოს ერთად უნდა ვიყოთ. აბადიეთ მე ერთ წუთი გავალ. ზოგჯერ ადამიანები შორდებიან სწორ დროს, სწორ მომენტში. რასაკეთებ ხო? გაგიხდი სირო. მე და შენ ერთად არასდროს არ ვიქნებით, გაიგე? არასდროს. აფრინე, რატო? ამასთან გქონდა სექსი. და კარიერა თუ ვერ აწყე, შენი სათნო და წარმატებული დაქალის გვერდზე კიდევ უფრო დიდი ლუზერი ჩნახარ. ან იქნებ მე ვარ პრობლემა. არა, ცხოვრება რომანტიკული კომედია ხო არ არის? ვინ იცის? მოგწონს თუ არ მოგწონს შენ ხარ ჩარჩენილი. შენ ხარ ჩარჩენილი. ოკეი, მაგრამ შენ ხარ შენ ხარ. შენ შენ. შენ შენ. შენ